პროტესტი რომ გაჩერდეს, ანუ რეპრესიები კიდევ უფრო გაძლიერდება და ყველა სათითაოდ მოგვაკითხავენ სახლებში. მიზანმიმართულად ამ ჯარიმების დაწერებით თუ რაღაცა ფონდების ფაქტობრივად გაუქმებით, უნდათ რომ ოჯახები გააკოტრონ, დააქციონ და ქვეყნიდან გააქციონ. ეს არის მათი სტრატეგია ამ ეტაპზე. ამიტომ არის რომ გაჩერება არ შეიძლება, ესეთ სიტუაციაში ვართ შესულები, რომ ეხლა თუ გავჩერდებით, უარესი და უარესი მოხდება. საყოველთაო უნდა გახდეს ეს წინააღმდეგობა, და მეტი სხვადასხვა მოთხოვნა უნდა იყოს. ანუ იქნება ეს სოციალური მოთხოვნები, სხვა ორგანიზაციების შიგნით, რა კორუფციაც არის, ანუ ეს ყველაფერი რაც ახლა ქვეყანაში ხდება, ხომ შედგება სათითაოდ აი სხვადასხვა ორგანიზაციებში არსებული პრობლემებისგან რა, ანუ ეს იქნება კერძო საწარმოები, ეს იქნება სხვადასხვა გაერთიანებები, სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სხვადასხვა კავშირები, არ ვიცი, ძალიან ბევრი ესეთი ორგანიზაცია, სადაც ადგილობრივად ხდება უზურპაცია ძალაუფლების, სადაც ასევე რაღაც კორუფციული სქემები არის, იქაც აუცილებელია რომ პროტესტმა გადმოინაცვლოს კი არა, უფრო გაიშალოს, ანუ თქვათ სოფლის დონეზე, ქალაქების დონეზე რაღაცები რო არ ხდება, ხა ელემენტარულად რაღაცა თბილისში მაგალითად გაჩერებების გამოცხადება ვერ აეწყო, აი ესეთ რაღაცებზეც ეს უფრო მეტ შინაარს შეძენს პროტესტს და ხალხს დაანახებს, რომ ეს ყველაფერი არის იმასთან კავშირში, რაც ახლა ხდება ხო პოლიტიკაში. ეს არის ერთი მიმართულება და მეორე აუცილებელია რომ ოპოზიციური პარტიები განსაკუთრებით რეგიონებში, მუნიციპალიტეტებში რომ აქტიურად ეწეოდნენ თქვათ ხელისუფლების რაღაცა არამიზნობრივი, არაგონივრული პოლიტიკის მხილებას, თანხები თუ სადმე იფლანგება არასწორად რაღაცა არამიზნობრივად იხარჯება, რომ ადგილებზე შეუქმნან ძალიან სერიოზული დისკომფორტი. რა თქმა უნდა იმ საერთაშორისო ჩვენ ანუ ეს ქვეყანა არ უნდა დაივიწყონ და ამაზეც აუცილებელია მუშაობა და ნუ ამ დიდი აქციების პარალელურად. რაღაც პროგრამები მცირდება, ზუგდიდში მაგალითად დღის აუტიზმის ერთ-ერთი ცენტრი დაიხურა. რაღაც რაოდენობის სერვისები სადღაც მცირდება, შიშიმოპირებს ეუბნებიან, რომ აქციებზე ნუღა დადიან, თორე ეკლესიებში არ შეუშვებენ. მაგალითად ზუგდიდში ეს უთხრა საკრებულოს წევრმა ფრაქციის თავმჯდომარის მოადგილემ ერთ-ერთ შიშიმოპირს. მე მაგალითად დმანისში არ შემიშვეს მერიაში, რომ განცხადება უნდა დამეწერა და რაღაც საკითხები უნდა მომეთხოვა საჯარო ინფორმაცია და ცხვირწინ კარი გამიჯახუნდეს სამუშაო საათებში. და ასე შემდეგ, ანუ ბევრი არის ესეთი შემთხვევა. ხო, ეხლა კრუპირებს აჯარიმებენ, ეხლა აწერენ ამ 5,000 ლარიან ჯარიმებს ადამიანებს, როცა თვეში აქვთ 190 ლარი ეს კომპენსაცია, არსად არ მუშაობენ, არ სწავლობენ. ერთ-ერთი სასამართლო იქნება ეხლა 28-ში და ვნახოთ რა სიზამენ. მაგრამ ნუ პოლიცია ესე ითხოვს რა. მის დაჯარიმებას, ხო ძალიან საინტერესოა თქვი რა შეგვიქმნეს და რა შემოხთავაზა სახელმწიფო მისაფასური, რომ ეხლა ამ ხელა ჯარიმას აწერს და თან კიდევ ანუ რამდენი წელი უნდა ჭირდება რომ თეორიულად რომ მოინდომოს ამ ჯარიმის გადახდა, რომ ეს სხვად გადაიხადოს. უსინათლოებით უსინათლო კავშირიდან 2 ადამიანი გარიცხეს ზაფხულში, ზუსტად იმიტომ რომ იქ აი შენობაში იყვნენ, როგორც თეატრალური სტუდენტები იყვნენ შენობაში შესულები და კითხვებს სვამდნენ კავშირის ქონებასთან დაკავშირებით. და ნუ ეხლა ეს საქმე სასამართლოშია და ხვალ გადაწყვეტილებას ველოდებით, არ ვიცი რა სიზამენ. და ნუ მოკლედ ზოგადად იმის თქვა მინდა რომ შიშიმუთები გამოვედით რა ესე ვთქვათ გარეთ და მათ შორის აპროტესტო აქციებზე კი და ეხლა ცდილობენ ამ ჯარიმების და ამ რაღაც დაშინებებით რომ ისე რაღაცა პლინტუს ქვემოთ რაღაცა ბუტკაში შეგვარდონ და ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. იცით რა ხელი აქვს დაბანილი ახლა სახელმწიფოს ეს სიტუაცია რა ერთგვარ კომფორტის ზონას უქმნით და აი ჩათვალისწინეთ არაფერი შეუძლეთ არაფერი არ აკეთო.